დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანი. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ ადამიანის სიცოცხლეზე და რასაკვირველია ვსაუბრობთ იმაზე, რაც ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო საკითხი იყო მისი არსებობის მანძილზე, ადამიანის დღეგრძელობაზე. დიახ, როდესაც მე თქვენ გესალმებით, ყოველთვის ვახსენებ, რომ ადამიანზე ვსაუბრობთ და გადაცემის ბოლოს აუცილებლად გეუბნებით, რომ გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას. სწორედ იმას, რაც ადამიანებისათვის ყოველთვის სანუკვარი იყო, დიდხანს სიცოცხლე. თუმცა თანამედროვე ადამიანისათვის ძალიან გასაგებია, ადვილად აღსაქმელია, რატომ დღეგრძელობა მხოლოდ არა. რატომ არის მნიშვნელოვანი ცხოვრების ხარისხი? არა უბრალოდ ხანგრძლივი სიცოცხლე, არამედ შინაარსიანი ცხოვრება და არსებობა და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიხსენებთ იმას, რაც წინაპირობას ქმნის დღეგრძელობისთვის და ცხოვრების მაღალი ხარისხისთვის. რასაკვირველია ეს ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაა თავისი ფიზიკური, მენტალური, ემოციური, სოციალური, თუ გნებავთ სულიერი და გარემოს მდგენელებით. ყველა იმ ფაქტორით, რომელიც თავისთავად არის დღეგრძელობა და თავისთავად განაპირობებს დღეგრძელობას, მაგრამ მეორე მხრივ გასათვალისწინებელია კეთილდღეობა, რომელიც იგივე წახნაგების მატარებელია და სწორედაც რომ განსაზღვრავს ჯანმრთელობას, რადგან ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ ჯანმრთელობა კეთილდღეობა და კეთილდღეობა უზრუნველყოფს ჩვენს ჯანმრთელობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა ის ფაქტორი, რომლებიც მოიაზრება ცხოვრების წესის ქვეშ. და ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ცხოვრების წესი შესაძლოა გაცვეთილი სიტყვათა შეთანხმებაა, მაგრამ ძალიან კონკრეტული შინაარსის მატარებელი, როდესაც აერთიანებს კვებას და ფიზიკურ აქტივობას, ძილსა და სტრესის მართვას, მავნეჩვეების ქონა არ ქონას და სექსუალურ ურთიერთობებს, ანუ სქესობრივ ცხოვრებას, განათლებასა და ჰიგიენას და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი, ისევე როგორც გარემო გენეტიკასთან ერთად, ქმნის წინაპირობას ჯანმრთელობისა. ცხოვრების წესი, გარემო, რომელიც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მაქსიმალურად მასშტაბურად, როგორც ცოცხალი, ისე არაცოცხალი, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის გარემო, რომელიც უშუალოდ ჩვენთვის ქმნის განსაკუთრებული კომფორტის ზონას. ეს ჩვენი ოჯახია. ოჯახი, რომელიც ხშირად თაობათა შორის ურთიერთობას გულისხმობს და გულისხმობს უზარმაზარ საიმედო დაცვას, ჯავშანს ჩვენთვის, სადაც მშობლებისა და შვილების ურთიერთობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი. თაობათა შორის ურთიერთობა, მშობლებს შორის ურთიერთობა, შვილებსა და მშობლებს შორის ურთიერთობა. ეს ყველაფერი ქმნის იმ განსაკუთრებულ სამყაროს, რასაც ოჯახი ჰქვია და რაც გარკვეულწილად ჩვენს რუბრიკაშიც იყრის ხოლმე თავს, როდესაც ჩვენ სხვადასხვა ოჯახის ისტორიას გაცნობთ. შორენა ლაბაძის მორიგი სიუჟეტი ამ ციკლიდან. ბავშვმა იცოდეს, რომ ის არასდროს არ უნდა ფიქრობდეს იმას, რომ იყოს უფრო ბედნიერი, ვიდრე მისი ქვეყანა. იყოს უფრო ბედნიერი, ვიდრე მისი მეგობრები არიან. სამშობლოზე ბედნიერი კაცი ვერასდროს ვერ იქნება ღირსეული. მე ვარ ნუკრინ ჭედლიშვილი, ვარ ისტორიკოსი და ვიკვლევ მხედრულ ტრადიციებს. მე ვარ ხიდოლის ფედერაციის ხელმძღვანელი, მასწავლებლობას ეწეოდნენ ჩემი მშობლები, ჩემი პაპა-დიდე და ორივე მხრიდან. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო ჩემი დიდი პაპა. თქვენს უკან მაგიდა რომ დგას, ეს არის მეექვსე თაობა წერს მაგიდაზე. მამა ჩემი 4 წლის არის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და პრიზიორი თავისუფალ ჭიდაობაში და სამოში მეც წლების განმავლობაში ვიყავი დაკავებული ძიუდოთი, კრივით, სამბოთი. მე ვარ რევაზ ჭედლიშვილი, 16 წლის. როგორც კი დავიბადე, აღმოჩნდა, რომ რა ქვია, 1 წლის არ ვიყავი, რომ უკვე ფშავში ხატობაზე ვიყავი და შემდგომ პერიოდის განმავლობაში არ ყოფილა წელი, როცა გამოვკლები ვარ
თქვათ ხატში ასვლას, თქვათ რიტუალის ჩატარებას და მთელი ჩემი ცხოვრება მიწევს ისეთ ხალხთან სიარული, რომლებიც უზომოდ არიან შეყვარებული საქართველოზე, ქართულ ტრადიციებზე, დადიან სულ ტალავარით, მაგათად ვარ ხრიდოლში, სადაც მუდმივად გვიწევს ქართული ტრადიციების გახსენება და ქართული ტრადიციების შესრულება. ჩემ ცხოვრებაში ჩემი დები არიან ძალიან დიდი განძი, საუნჯე, იმიტომ რომ ჩემი ყოველი დღე გალამაზებული არის მათი. ვარ სოფლიოს ჩემპიონი ჩესბოქსში, ეს არის სახეობა, სადაც შერეული არის ჭადრაკი და კრივი. ასევე ვარ სოფლიოს პრიზიორი MMA-ში, IMAF-ში, ვარ ხრიდოლში, კრივში, ძიუდოში, სკოლაში, ოქროს მედლის კანდიდატი ვარ. კაც სჭირდება რომ იყოს ისე როგორც სპორტულად წინწასული განათლებული, ასევე რა ქვია, ცოდნის მხრივ განათლებული, იმიტომ რომ ხანჯალი ორ პირჭრელი უნდა იყოს, როგორც ბავშვობიდან მასწავლიან მე. მე ვარ ნუცამჭედლიშვილი, 19 წლის ქართულ ფილოლოგიაზე ვსწავლობ. ქართული ვარ ხრიდოლის საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელ ჯგუფში და ფარიკავ. მოსწავლეები მყავს თბილისშიც და ფშავშიც, გარმოზე დაკვრას ვასწავლი. ძალიან დიდ სიამოვნებას მოენიჭებს ამათ რომ რაღაცას ვასწავლი და ესენიც რომ დაინტერესებულები არიან, აი მარიამი რომ მეტყვის რომ ფანურზე დაკვრა მასწავლება, გარმოზე დაკვრა მასწავლე. მე თვითონ თავიანთი მეგობრები შემოყავთ სახლში და ახლა თავიანთ ცოდნას იმათ უზიარებენ და უბანს ვასწავლი ახლა. მე ვარ თამარ ჭედლიშვილი და ვარ 7 წლის. მინდა რომ მე გავხდე სპორტსმენი და მოჭიდავე რა ჯგუფში მაგარი. ბიჭებს კი ეჭიდავებოდი, მაგრამ 7 ბიჭს მოვუგე და ერთს კიდე ცხვირიდან სისხლი მოდიოდა ხოლმე. ბავშვებს ვეუბნები ხოლმე, ვამხნევებ რომ მიდი ქართულს არ ეშინიაში, შეგილია ვიცი, ქართველი არ იღლება. მუსიკაში პიანოზე მე ვარ მარიამ ჭედლიშვილი, ფორტეპიანოზე რო წავახობ, ფორტეპიანო და მე ვიდეო არ ხრიდოლზე და ვარჯიშობ. ძირითადად რიზიკო რომ ერთად უფრო მეგობრულად არიან და არ ჩხუბები, მაგას ვსწავლობ ხოლმე და მე დავფიქრდები ჩემს შეცდომებზე და თავარის ბუდიშებს ვუხდი ხოლმე ხალხს. ქეთევანი და ჭედლიშვილი ვარ. რამდენი წლის ხარ? ამდენი. კიდე რა მეყარს და პაცემია მაჭყაჭი. ძალიან დიდი პასუხისგებლობა არის. ცებული ვარ იმით, რომ რომელიმეს რამე არ მოვაკლებო, რომ ყურადღება ყველასთან ვიყო საკმარისი დიდი. ოთივე სხვადასხვა ხასიათის ადამიანია, ყველა სხვადასხვანაირად უნდა მიუდგე. ბავშვის აღზრდაში უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი და უპირველესი არის ის, რომ მას გააცნო თავისი ვალდებულებები. როცა ის ამ ვალდებულებებით იზრდება და ეს გააზრებული აქვს, მერე მას აღარ აქვს იმდენი მოთხოვნა, რამდენიც შეიძლება ჰქონდეს განებიურებულ ადამიანს. აგრძალვა არაფერს არ შველის. როგორც კი შე რაღაცას აგრძალავ, მაშინვე ვიღაცები დაიწყებენ, თუნდაც ეს ოჯახს ეხებოდეს, თუნდაც ქვეყანას ეხებოდეს, ვიღაცები დაიწყებენ ბრძოლას იმისთვის, რომ ის აგრძალვა გადალახო. ქართული მაშინ არის ოჯახი, თუ შენ ქართული ცხოვრების წესით ცხოვრობ. მარტო ენა ის რომ შენ ქართულად ლაპარაკობ, არ არის ამისთვის საკმარისი. ჩემი ოცნებაა, რომ ჩემმა შვილებმა, შვილიშვილებმა, შვილთაშვილებმა ქართულობა არასდროს არ დაკარგონ. ეს ეხება ენას და ეს ეხება აუცილებლად საქციელს, შენი საქციელი უნდა იყოს ქართული. აი შეხედეს ჩიხდება პიაბორანი. ეს რეზო პაპა. ეს ვინა? ჩვენ შევთანხმდით, რომ ოჯახი არის ის განსაკუთრებული გარემო, რომელიც დაცულობის, უსაფრთხოების, ზრუნვის, განსაკუთრებულ განცდას გვექმნის. ოჯახის შიგნით ურთიერთობები შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი ჩვენი არა მარტო მენტალური და ემოციური ჯანმრთელობისათვის, არამედ თქვენ წარმოიდგინეთ ფიზიკური ჯანმრთელობისთვისაც კი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ხოლმე თაობათა შორის ურთიერთობის აღქმა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ საუბრობთ ბებია-ბაბუების და შვილიშვილების ურთიერთობებზე. ეს ურთიერთობები ყველას განსხვავებულად გვახსოვს, ეს ურთიერთობები ყველასთვის განსაკუთრებულ და განსხვავებულ დატვირთვას ატარებს, მაგრამ ამ ურთიერთობას აქვს სხვადასხვა წახნაგი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ეს წახნაგები აღვიქვათ იმ ცოდნის შესაბამისად, რომელსაც პროფესიონალები გვიზიარებენ. დღეს ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრებთ ჩვენი გადაცემის ძალიან დიდი ხნის მეგობართან და გულშემატკივართან ერთად, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ, იგი გახლავთ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი ქალბატონი ნინო გოგიჩაძე. ნიკო დილამშვიდობის. მოგესალმებით ქალბატონო.
როდესაც მე ვთქვი, რომ მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს, ჩვენ მხედველობაში გვაქვს არაერთი თემა, რომელზედაც გვისაუბრია სხვადასხვა სიტუაციაში, სხვადასხვა გარემოებათა შესაბამისად, თუმცა ადამიანთა შორის ურთიერთობა ყოველთვის რჩება იმ ქვაკუთხედად, რომლის გათვალისწინება გვჭირდება ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში. კიდევ უფრო საყურადღებო ხდება ეს ურთიერთობა, როდესაც დროის ჭრილში აღვიქვამთ და დრო ისე როგორც თაობებს შორის ურთიერთობაში ალბათ არსად აღიქმება. განსაკუთრებით, როდესაც ერთი მხრივ სინაზით აღვიქვამთ ბებია-ბაბუებისა და შვილიშვილების ურთიერთობებს და მეორე მხრივ უნდა გავითვალისწინოთ ის უხილავი წახნაგებიც, რომელიც ხშირად ყურადღების მიღმა გვრჩება, ან ემოციების გამო არ არის ხოლმე ობიექტურად აღქმული და შეფასებული. მოდით დავიწყოთ ამ ურთიერთობებით. გვჭირდება თუ არა ეს ურთიერთობები და რას გვაძლევს ეს ურთიერთობები? ბებია-ბაბუებისა და შვილიშვილების ურთიერთობა. ერთი მხრივ ჩვენ როგორც შვილიშვილებს ბებია-ბაბუებისგან რას ვიღებთ ჩვენ და ჩვენც ხომ გავხდებით ბებია-ბაბუები და ჩვენც უნდა გავიღოთ ეს ყველაფერი ჩვენი შვილიშვილებისთვის. საინტერესო შეკითხვა გვჭირდება თუ არა ურთიერთობები. თუმცა რეალურად ცხოვრებაში ესე არ დგას საკითხი, გვჭირდება თუ არა ყოფას მოაქრო, შეიძლება თაობები ერთად ცხოვრობდნენ, ეს შეიძლება კულტურულად იყოს განპირობებული, ან პირიქით კულტურულად არ იყოს განპირობებული და სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვანაირად შეიძლება უყურებდნენ ამ თაობათა შორის ურთიერთობას და აი კვლევებსაც რო შევხედავთ, აი თქვა უფრო აღმოსავლური აზიის ქვეყნები არიან დაინტერესებული, რომ იკულიონ აი ბებია-ბაბუის ურთიერთობის გავლენა შვილიშვილებზე, რომელიც უფრო ასე ვთქვათ კულტურულად უფრო ერთმანეთთან დაკავშირებული თემზე შეიძლება ვილაპარაკოთ, როცა ინდივიდუალისტურ კულტურაში შეიძლება ეს საინტერესო არ იყოს, თუმცა იქაც არსებობს კვლევები ამ მიმართულებით, რა გავლენა აქვს მესამე თაობის ურთიერთობას, ვთქვათ, შვილიშვილების თაობაზე და ეს გავლენა ორმხრივია თუ ცალმხრივია და ვისთვის უფრო მეტი შედეგი მოაქვს. კვლევები მიმართულია კეთილდღეობაზე, როგორი გავლენა აქვს თბილ ურთიერთობებს, აი ეს რო ვთქვათ, ურთიერთობა, ცალსახად ურთიერთობა არაფერს არ ნიშნავს, თუ ამ ურთიერთობას არ აქვს ეს სითბოს განზომილება, ან თავშინაარსი. აი კეთილგანწყობის დამოკიდებულება და თუ აქვს ეს განზომილება, მაშინ კვლევები გვიჩვენებს, რომ ორივესთვის სასიკეთოა ეს. ეხლა შუაში გვყავს ეხლა მშობლების თაობა და ამასაც რო არ შევხედოთ, არ შეიძლება, იმიტომ რომ ლაპარაკი რომ ზუსტად აი ბებია-ბაბუის მონაწილეობა შვილიშვილის აღზრდაში როგორ გავლენას ახდენს, აი თქვა დედის მენტალურ ჯანმრთელობაზე და ეს როგორც გამაშვალებელი რგოლია და შემარბილებელი რგოლია და ასე ვამბობთ, რომ მედეგობის შემქმნელი ერთ-ერთი რგოლი არის ის, რომ ბებია-ბაბუა მონაწილეობას იღებს შვილიშვილის აღზრდაში. თუ ეს აი ისევ გავყვებით აი ამ ხაზს, რომ ეს არის კეთილგანწყობილი თბილი ურთიერთობები, რომელიც საიმედოა. აი ამ მეორე მხარისთვის საიმედოობის განცდა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა მე ამ არარსებულ საიმედოობასაც დავუბრუნდებით, იმიტომ რომ ბევრი ჭრილი აქვს ამ ურთიერთობას და რასაც ახლა ჩვენ ემპირიულად ვხედავთ ნაწარმოებები გვეუბნება ლიტერატურული თუ ფილმის ნაწარმოებები, კვლევარები მიდიან და ნახულობენ, რომ ეს რეალურად ესე არის, მართლა ესეთი გავლენა აქვს და კვლევებმა რაც გვაჩვენეს, რომ ცალსახად აი ბებია-ბაბუის თბილი მონაწილეობა, ეს რომ დავარქვათ მოყვარულობის დონეზე, დადებით გავლენას ახდენს იმაზე, რომ დეპრესია განვითარდება თუ არა, გნებავთ დედასთან, გნებავთ შვილიშვილთან. და აი დამცავი ფაქტორია, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს და დეპრესია აღარ ვითარდება. თუ დეპრესია არის, შეიძლება ცხოვრების ხარისხიც მაღალი არის აი ამ მომდევნო ორ თაობაში, იმიტომ რომ სტრესის მედიატორის როლში გამოდის ბებია-ბაბუის ურთიერთობა. ეხლა რო შევხედოთ ამ ურთიერთობას, ბებია-ბაბუას რა ხეირი აქედან და ძალიან საინტერესო კვლევას წავაწყდი, ბებია-ბაბუას აჩვენებდნენ შვილიშვილების ფოტოებს. და როგორ ფიქრობთ, რა ხდებოდა ახლა ამ ფოტოების დანახვისას მოხუცდა, მოხუცი ადამიანების ტვინში. ხო. და რა ხდებოდა ძალიან ჩვეულებრივ როგორც ველოდებოდ ბებია და ბაბუ იღიმოდა და მათ ტვინში ის მოტორული უბნები აქტიურდებოდნენ, რომელ მოძრაობასაც მათი შვილიშვილი აკეთებდა. ანუ ერთის მხრივ ეს სინქრონიზაცია ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ განწყობილებას უმაღლებდა, ემპათიურ განცდას უმაღლებდა და აი მოტორული უბნის აქტივაციასაც ახერხებდა, რომელიც დაკავშირებული არის იმ აქტივობასაც, რომელსაც ისინი უყურებდნენ და ეს რაში ჭირდებათ ახლა ბებიას და ბაბუას?
რაში ჭირდება და ეხლა ეს მე უბრუნდებათ, აი ეს პოზიტიური ემოციები, რომელიც შეიძლება ფოტოს დანახვითაც განიცადოს ბებიამ და ბაბუამ. რეალურად მე მათ კეთილ საიმედო ცხოვრების ხარისხზე გავლენას ახდენს და მათი განწყობა უფრო მაღალია. ხო, ძალიან მარტივი. ოღონდ ეხლა რა ვიცით? ურთიერთობის ხარისხი არის მაშინ, როცა ურთიერთობა არის სისტემატიური. თუ ურთიერთობა არ არის სისტემატიური, მაშინ ხარისხიანი ურთიერთობები არ ყალიბდება. აი სითბოს განცდა ამ თაობებს შორის არ არსებობს. ოღონდ თუ არსებობს ეს ურთიერთობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არის პირველადაც ვიცით, რომ არის ოჯახები, სადაც აი შუარგოლი გამოეცალა საერთოდ, თქვათ არ იყო კეთილსაიმედო, ან მუშაობდა, ან გაუგზავნა ბებიას შვილი თვითონ სადღაც სასწავლებლად წავიდა და ეს ურთიერთობა ძალიან პოზიტიურად აისახება ბავშვზე. იმიტომ რომ ჩაანაცვლა მზრუნველის როლი ბებია ბაბუის ოჯახმა და ამ თაობებს შორის თითქოს ეს გაცილებით უფრო დიდი ყარიხიდი აიღო, ვიდრე შეიძლებოდა და არა ნაპრალი წარმოიჩო, იმიტომ რომ მშობლები არ ფიგურირებენ. და ეს დამსახურება რა თქმა უნდა ბებია ბაბუისა. მათ როგორ მოახერხეს, რომ ეს კავშირები საკუთარ შვილიშვილთან და საკუთარ შვილთან შეენარჩუნებინათ და კეთილსაიმედო მზრუნველები გამختარიყვნენ ბავშვისთვისაც და დედისთვისაც თუ მამისთვისაც. ეს გამოცდილების შესაძლებლობა, რომ ჩვენ შეგვიძლია შეუმსუბუქოთ, თქვათ მესამე თაობას შეუძლია მეორე თაობას შეუმსუბუქოს შვილის აღზრდის შესაძლებლობა ისტორიულადაც არსებობს. ჩვენს კულტურაში არსებობს მაგალითად რომ ემელოგინე ქალი რომ დედასთან მიდის, რომ ის რაღაცა ყველაზე რთული პერიოდი გაატაროს დედასთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული პრაქტიკაა, რომელიც მტკიცებულებით გვეუბნება, რომ კი ეს კრიტიკული პერიოდია მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების. ანუ კარგი ტრადიციაა. დამცველი ტრადიცია, რა ვთქვათ, ანუ მედეგობის ჩამომყალიბებელი ტრადიცია, სტრესის ამრიდებელი ტრადიცია. ანუ ჩვენი ურთიერთობები, ხარ ვლაპარაკობთ, რომ ურთიერთობები მაგის გარშემო ერთად ვერ მივდივართ, იმიტომ რომ ცალსახად ჩვენი ტვინი არის ურთიერთობის ორგანო. არ განვითარდება თუ ურთიერთობის შესაძლებლობა არ აქვს და თუ პოზიტიური ურთიერთობის შესაძლებლობა არ აქვს, არ განვითარდება იმ მიმართულებით, რა პოტენციალიც მას აქვს და წავა ვთქვათ საფრთხის აღქმის მიმართულებით. და ურთიერთობები რადგან გადამწყვეტია, მნიშვნელოვანია რომ ეს ურთიერთობები იყოს ადამიანის ცხოვრებაში. ოღონდ ეხლა კიდე რა ვიცით? ვიცით რომ ეს პოზიტიური ურთიერთობები ასე ვთქვათ რომ შევხედოთ ადამიანს როგორც მცენარეს, წყალივით აუცილებელია და ზრდის ადამიანს, მაგრამ ასევე გვაქვს რომ ეს ტოქსიკური ურთიერთობები როგორც ვეძახით, ტოქსიკური ურთიერთობები როგორც მჟავა ისე მოქმედებს ბავშვზე და ვიცით რომ თუ სახლში არის ესეთი გამოცდილება რომ ვიღაცას აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობები, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები, ვინც არის კონფლიქტთან ასოცირებული, ვთქვათ იქნება სასამართლოს პრობლემები, მსჯავრდებული არის, ნივთიერების მოხმარებასთან ასოცირებული. რო შევხედოთ ახლა ბებია ბაბუის თაობას, ძალიან დიდი რისკი არსებობს რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები იყოს, ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები იყოს, ნივთიერების მოხმარება იყოს, წამალიც ნივთიერება, ანუ სისტემატურად ეს გავლენა შედის იმ ტოქსიკურ გავლენებში, რომელიც მერე ბავშვის ცხოვრების ხარისხის კი არა, სომატური დაავადებების ჩამოყალიბების რისკ ფაქტორი არის. ცალსახად პირდაპირ გვეუბნებიან ეპიდემიოლოგები, რომ ეს აი ბავშვობაში განცდილი მძიმე გამოცდილებები აისახება ადამიანის ნეგატიურ ცხოვრების ხარისხზე, როგორც ჯანმრთელობის, ასევე მენტალური ჯანმრთელობის თვალსაჩინო. აქ როგორ მოვიქცეთ? დიახ, აქ რომანტიზმი ურთიერთობისა გაგვინელდა და თითქოს რომანტიზმი ურთიერთობისა არსებობს მაშინ, როცა ეს ურთიერთობა პოზიტიურია, მაგრამ როდესაც აი ეს რეალური ცხოვრების ელემენტები შემოდის, მაშინ როგორ შეიძლება მოვიქცეთ, ხო? ეხლა ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ეს ტვირთი გადადის შუა თაობაზე და შუა თაობა იჭყლიტება ამ ტვირთისგან. ვერ ვიტყვით, რომ აი ეს ამ ტვირთის თაობა მარტო ერთ რგოლს შეუძლია და ხანდახან არის ხოლმე, რომ როგორ ახერხებს ეს შუა რგოლი დააბალანსოს, აი ეს როგორ გადააქცევს ამას მედეგობის ფაქტორებად, ხო? მაგალითად, ჩართულია ზრუნვაში ბებია ბაბუის და ბებია და ბაბუაზე ან ბებიაზე ან ბაბუაზე მოვალეობა კი არ ხდება, მაგრამ პასუხისგებლობა ხდება გარკვეულწილად, რომელსაც იზიარებს დედასთან ან მამასთან ერთად და ამას აკეთებს სიხარულით.
ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ნახეთ, ორივე თაობისთვის, როცა ურთიერთობაზე ვლაპარაკობთ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მაკავშირებელი არის, რომ მე ამ ურთიერთობაში ქმედითი როლის შეტანა შემიძლია. ანუ ბებია, რომელსაც აქვს განცდა, რომ მე ვეხმარები ჩემ შვილს და შვილიშვილს, გაცილებით უფრო კარგად გრძნობს თავს და ასევე შვილიშვილი, რომელიც გრძნობს, რომ მე ვჭირდები ჩემ ბებია და ბაბუას, გაცილებით უფრო კარგად გრძნობს თავს. ანუ მათ ცხოვრებას ერთმანეთთან ურთიერთობის ხარჯზე მნიშვნელობა ენიჭება. ეს მნიშვნელობის განცდა კიდე აპიროვნული ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი. ეს არის ბაზისი, რომელიც გვეხმარება, რომ იმ პასუხს, იმ კითხვას, რომელიც სულ დაგვსდევს, გავცეთ პასუხი, რისთვის ვარსებობთ. ანუ მოხუცებს შეუძლია გქონდეთ იმის განცდა, რომ მე ვარსებობ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ჩემ შვილს და ჩემ შვილიშვილს და ამან მომიტანოს სიყვარული და ჩვენს კულტურაში ხა მტკიცებულებები ამისი მე ვერ შევძელი რომ მომეპოვებინა, მაგრამ ცალსახად შეიძლება ვთქვათ ხოლმე, რომ მშობლებს იმდანთ არ ცალიათ შვილებისთვის, როგორც შვილიშვილებისთვის ცალიათ მოხუცებს. ეს თავად ცხოვრების ნირს რო შევხედოთ, ძალიანაც გასაგებია, იმიტომ რომ მშობლები სულ მუშაობენ, მოხუცებს უნთავისუფლდებათ დრო, როდესაც შეუძლიათ რომ ემოციური საუბარი აწარმოონ. იმისთვის რომ ემოციური საუბარი აწარმოონ, დრო სჭირდებათ. ანუ ბაბუა, რომელიც თქვა ფეხბურთზე მიაკითხავს შვილიშვილს, გზაში შეძლებს რომ ელაპარაკოს, როგორ ითამაშა, რა გააკეთეს, როგორ იმწვრთნელი ყავს, რა მოწონს, აი წამოდი მე და შენ ერთადაც ფეხბურთის მატჩში წავიდეთ, ან უყუროთ ერთად ფეხბურთის მატჩს. უკვე ამ ბავშვს მთელი კავშირი აქვს ბაბუასთან, საკუთარი ინტერესების ირგვლივ. და ვითომც არაფერი. და რეალურად მე ორივე ცხოვრების ხარისხი მაღალია. ბაბუა მიცის რომ ფეხბურთზე უნდა მიაკითხოს, რაც არ უნდა მოხდეს და ეს ეხმარება რომ მის ცხოვრებას აზრი ქონდეს. მე ჩემ შვილიშვილს ვჭირდები და რო შეხვდებიან ერთმანეთს, ორივე გრძნობს ამ ემოციას ურთიერთ სიყვარულის და ეს ამყარებს ამ ურთიერთობას და მივყევართ იქ რომ ის რაც გვაქვს საჩვენოა, ეს ჩვენი ურთიერთობა საჩვენოა, ჩვენი ცხოვრება კარგია. ანუ უყურებთ ახლა ამ ჭრილში, რომ პოზიტიური ურთიერთობა გვინდა, როცა არის დამძიმებული რაღაცა სირთულეებით, მაშინ როგორ ვაბალანსებთ. ანუ კიდევ ერთი თემა, რაც შემოდის ბებია ბაბუის არსებობით ბავშვების ცხოვრებაში, ეს არის ავადმყოფობის თემა და გარდაცვალების თემა. ანუ ეს ის არის, რაც ძალიან ლოგიკურია, რომ თქვათ ერთი თაობა მიდის და დანარჩენი თაობები ჭრჩებიან. როგორ მივეხმაროთ? რომ ამისთვის ბებია ბაბუაც მოემზადოს და შვილიშვილიც მოემზადოს. ის ურთიერთობები, რომელიც პოზიტიურია, იქ ძალიან მარტივად შეიძლება რომ ამ ტრანზიცისთვის მოვეხმაროთ და გავააზრებინოთ, რომ წარმავალია, თქვათ აი ბებია ეუბნება, ხო, აბა რა? ეს მომენტი დადგება. აი მე რო არ ვიქნები. მე რო არ ვიქნები, ხო გაგახსენდები ბებია. აი მე რო ის გაჩუქე, ხო გაგახსენდება. ან მე რო არ ვიქნები, შენ ეს გექნება გასაკეთებელი, ან შენ ამას გააკეთებ, ამას გაიხსენებ, ასე მოხდება. მე რო არ ვიქნები, შენ ხო ჩემ შვილს მიხედავ, ან აი როგორც მე ვაკეთებდი, ხო? ანუ ეს გამოცდილება გამოცდილების გადაცემა ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ რა არის და მოვლენათა უწყვეტობის დანახვა. ზუსტად, აი ეს ისტორია, ნარატივი, ოჯახური ნარატივის უწყვეტობის განცდა და ეს ახლა ლიტერატურაში ძალიან კარგად ჩანს ამ ნარატივს გვთავაზობენ, რა როგორი თაობებს შორის ეს ისტორიები როგორ იწერება. ერთი ნეგატიურისა, რომ გარდა პოზიტიური ისტორიებისა, აუცილებლად ამ ისტორიებში ნეგატიური მხარე არსებობს და არსებობს თქვათ აი ეს ტრავმის მემკვიდრეობით გადაცემა, როგორც არსებობს თქვათ აი მედეგობის მემკვიდრეობით გადაცემა, ასე ტრავმის მემკვიდრეობით გადაცემა და ნუ ჩვენს ქვეყანაში ყველა ოჯახს აქვს რაღაცა ტრავმატული გამოცდილება და როგორ ყვებით ამას, როგორ ვიხსენებთ ამას, როგორ ვიხსენებთ იმ გარდაცვლილს, იმ დანაკარგს, ეს ასწავლის შემდეგ თაობას, რომ როგორ შეიძლება რომ გაუმკლავდეს იმ სირთულეებს, რომელიც ცხოვრებაში შეხვდა, ხო? აი თქვათ, ვიღაცას მაგარ დაეცვალა პატარა როცა იყო. ანუ ეს თემები, ცხოვრებისეული თემები, მოლოდინები რა შეიძლება იყოს, ძალიან პოზიტიურად თუ შეიძლება რომ პოზიტიურად იყოს გაცნობილი, ლოგიკურად აღიქვას. შეთავაზებული შეიძლება იყოს, რომ კი ეს ძალიან დიდი დანაკარგია, მაგრამ ჩვენ მოგონება გვაქვს ამის შესახებ და ცხოვრება ესე გრძელდება. ხო, აი ახლა რაღაცა ჩვენც დიალოგი გქონდა ამ დანაკარგთან დაკავშირებით, ჩემმა შვილმა აღმოაჩინა, რომ ჩემს ბებიას თურმე პირველი შვილი გარდაეცვალა ბავშვობის ასაკში. და მისთვის ეს ძალიან ისეთი მოვლენაა, არ გაუგია ბავშვის გარდაცვალების შესახებ. არ იცის, რომ შეიძლება ბავშვი გარდაიცვალოს.
და ესეთი სუს იჯდა და ფიქრობდა, რომ აი ხა თანამედროვე ბავშვი დაფიქრება ძალიან ძნელია, მაგრამ ამას დაფიქრდა, რომ თურმე შეიძლება ბავშვი გარდაიცვალოს და თურმე შეიძლება ადამიანი იყოს, რომელსაც ბავშვი გარდაცვლილი ყავს. და ეს უკვე რაღაცნაირი განზომილება არის, რომ ცხოვრება გრძელდება მიუხედავად იმისა, რა არ სირთულეებს წავაწყდებით ამ ცხოვრებაში. კი ბატონო, მე ჩაგერთვებით, როდესაც თქვენ დაიწყეთ საუბარი ბებია-ბაბუებისა და შვილიშვილების ურთიერთობაზე, რასაკურველია ყველას ამ თემასთან დაკავშირებით გვაქვს რომანტიზაცია. ვერ ვიტყვით, რომ ასე არ გვაქვს, იმიტომ რომ განსაკუთრებული სინაზე და სიყვარული ახლავს ამას და უნდა ვაღიაროთ ჩვენი განცდები, რომელიც ბებია-ბაბუების როლს ეფუძნება და ჩვენზე გავლენას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ უკვე ვიზრდებით, ვუახლოვდებით იმ ასაკს, როდესაც შეიძლება ჩვენ თავად გავხდეთ ბებია-ბაბუები, ეს განცდები მძაფრდება, კი არ გვინელდება, მძაფრდება. მაგრამ არსებობს თუ არა გამოცდილება, მაგალითად, არაერთი კვლევა წამიკითხავს იმასთან დაკავშირებით, რა გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, ფორმირებაზე, ემოციური ინტელექტზე განვითარებაზე, როდესაც არ ყავს მშობლები. უამრავი შრომაა ამაზე შესრულებული და თქვენ ეს ყველაზე კარგად იცით, მაგრამ როდესაც ბებია-ბაბუების გარეშე იზრდებიან ბავშვები, იმიტომ რომ თქვენი საუბრიდან გამომდინარე რომანტიკული აღქმა, რეალისტური აღქმა თავისი რისკებით, ბებია-ბაბუების ავადობის, უსიამოვნო სიტუაციები ოჯახში და ასე შემდეგ. ეს მხარე დავინახეთ. მაგრამ ბავშვები, რომლებიც ბებია-ბაბუების გარეშე იზრდებიან, ან იზრდებოდნენ, ეს არის თუ არა განსხვავებული დამოკიდებულება, იმიტომ რომ მე არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, როგორც გითხარით, მშობლების გარეშე რომ იზრდებიან, ამაზე ბევრი კვლევა წამიკითხავს. მაგრამ არ მინახავს, სიმართლე გითხრათ, ნაშრომები, არის თუ არა ასეთი მონაცემები, მტკიცებით, რომ ბავშვებზე ახდენს გავლენას ბებია-ბაბუები, რომ საერთოდ უბრალოდ არ იცნობდნენ ბებია-ბაბუებს. ესეთი კვლევები მეც არ შემხვედრია, სიმართლე რომ გითხრათ, რომ აი როცა არ არსებობს ბებია-ბაბუა, ბევრი კვლევა არის ემიგრანტ ბებია-ბაბუის როლზე შვილიშვილების ცხოვრებაში და როგორ შეიძლება რომ ეს საინტერესოა, ძალიან საინტერესოა იყოს, თქვათ, ეკრანით ურთიერთობა და რიტუალები როგორ შეიძლება რომ რაღაც რიტუალები გაჩნდეს აი ამ ეკრანით ურთიერთობის ფონზე. ეს არის შემავსებელი. და კვლევები გვეუბნება, რომ დიახ, თავარია იყოს ხარისხიანი ურთიერთობა, ის მომენტი და ხშირი, ხარისხიანი და ხშირი. ხანგრძლივობას არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად აი ამ სიხშირეს და აი ემოციურ კავშირს, რომელიც ამ ურთიერთობის დროს შეიძლება შეიქმნას. მაგალითად, ზღაპრის მოყოლა ესეთი რეკომენდაციები არის, რომ შეიძლება რომ ბებიამ და ბაბუამ ჩაიწეროს ზღაპარი და გაუგზავნოს. გნებავთ ხოვანი შეტყობინებით, გნებავთ ვიდეო შეტყობინებით. ფოტოებზე უკვე ვილაპარაკეთ, ფოტოების ორმხრივი გაცვლა ძალიან მნიშვნელოვანია. გაცილებით უფრო ამ შემთხვევაში ბებია-ბაბუის თაობისთვის, იმიტომ რომ ხა ბებია-ბაბუის ფოტოებით შეიძლება არ იყოს დაინტერესებული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აი ეს ოჯახის ისტორიის მოყოლა. ხო და გვაქვს ეს გენეალოგიური ხეები და რაღაც ბავშვები რო ვართ, რომ ბებია-ბაბუა რო გველაპარაკება, არ მოგწონს ეს მომენტი, მაგრამ აი ეს მნიშვნელოვანია, რომ ვინ ახარ, აი ეს კვლევები, რომელიც არის მიგრანტებთან დაკავშირებული, სხვა ჩვენთვის ძალიან აქტუალურია კულტურაში წასული ადამიანებისთვის, მაგალითად, ან სხვა კულტურაში დატოვეს ქვეყანა, წავიდნენ სხვა კულტურაში და ეს ბებია-ბაბუის არსებობა როგორ ეხმარება იდენტობის შენარჩუნებაში, აი ეს კულტურული, ეთნიკური იდენტობის შენარჩუნებაში გადამწყვეტი არის აი ბებია-ბაბუის როლი, რომ ენა შენარჩუნდეს და ჩვენც რაღაცა გვაქვს ნაწარმოებები ამასთან დაკავშირებით ძალიან რომანტიზებული ბებია-ბაბუა როგორ მონაწილეობს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბებია-ბაბუა თუ არ არის დაბალი სოციალური კავშირები არსებობს ამ ურთიერთობებში და მხარდაჭერთა როლი ძალიან მნიშვნელოვანია, მაშინ შეიძლება ბებია-ბაბუის როლი აიღოს სხვა ნათესავმა, მეზობელმა, მეგობარმა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ეს თაობათა შორის ურთიერთობის გამოცდილება აქონდეს ბავშვში, იმიტომ რომ აი ეს დროში უწყვეტობის განცდას ეს აყალიბებს, რომ აი მეც ბებია და ბაბუა ვიქნები. და აი ცოტა სხვა კუთხით არის, მაგრამ ძალიან საინტერესო ცოტა სამართლებრივი კვლევას წავაწყდი, როდესაც უარყოფილი შვილები, ვთქვათ, და ეს წინ საუკუნეში იყო ამის გამოცდილება უკანონოდ გაჩენილი ბავშვების შემთხვევაში და იკვლევდნენ შვილები გარიყეს, მაგრამ რა ქნეს შვილიშვილებთან დაკავშირებით ბაბუებმა? გაითვალისწინეს ანდერძში.
და დაუტოვეს რაღაცა წილი ქონება იმ შვილიშვილებს, რომელთა დედებზე ან მამებზე უარი თქვეს. ეს ძალიან საინტერესო არის, რა ვთქვათ, ის რაც შეიძლება რომ ვერ აპატიო შვილს, ვთქვათ, შვილიშვილს რა ბრალია და თუმცა კუთვნილებითი განცდა იმისა, რომ ეს ჩემია, შვილიშვილთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრ კულტურაში ეს რომ მე ამას შვილიშვილისთვის ვაკეთებ, იყო თუმცა ეს დავგავდა ჩემ შვილიშვილებს მოესწრება. იყო ეს, თუმცა ეხლა ეს ჩვენს მომხმარებელ კულტურაში ესეთი დამოკიდებულება შეიძლება აღარ არის, იმიტომ რომ ამას ყველაფერს მალე ფასი ეკარგება, ან მნიშვნელობა ეკარგება, მაგრამ ეს მომენტი რომ მე ამას მარტო ჩემთვის კი არ ვაკეთებ და მე ვფიქრობ რაღაცა მომავალზე და ეს მე მიმიღია, ხო? ეს ბაბუა ჩემის დარგული ხე არის, ან ეს რაღაცა ბებია ჩემის კარადა არის, ან ეს ბებიას მოქსოვილი რაიმე ნივთია, ეს მე უსაფრთხოების განცდას მიჩენს. ანუ გჭირდება ეს ყველა ასაკში? ყველა ასაკში გჭირდება და აი მაგალითად თერაპიულ პრაქტიკაში ძალიან ხშირად არის, როცა რესურსებზე ველაპარაკებით, დადებით გამოცდილებაზე ან კარგ მოგონებაზე, მოდის რომ ოი ბებია ბაბუას სახლი, აი როგორი სუნი იყო. უი აი ბებია რომ რაღაცას მიმზადებდა, ან აი ბაბუა რომ ამას მიყვებოდა. აი ეს როგორც რესურსი ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ იქ თითქოს უდარდელი ხარ აი მომენტში და ეხლა ეს რომანტიზაციის ესეთი ჩემი პიროვნული გამოცდილებიდან შემიძლია გაგიზიაროთ, მეც ბებიების გაზრდილი ვარ, გამიმართლა ამ მიმართულებით და ესეთი განცდა მქონდა, რომ ბებია რო აღარ არის, რომელიც 100 წლის იყო რომ გარდაიცვალა. ჩემში ბავშვი აღარ არის. ანუ აი ესეთი გვაქვს ეს მიმართებები, იმიტომ რომ ბებიასთვის სულ ბავშვი რჩები. მიუხედავად იმისა, შენ რამდენი წლისა ხარ და ეს შეგრძნებაც რომ ვიღაცა გიყურებს, არა იმიტომ რა დამსახურება გაქვს, არამედ მხოლოდ უპირობო სიყვარულით. კი, რომ მისი ტოტის გაგრძელება ხარ. აი ეს რაღაცა და როცა შენ შეიძლება ეს გაგრძელება შექმნა, აი ამ განცდას გიტოვებს არაფრით, იმით რომ ბებია დაგხვდება და გაგიღიმებს და თავზე ხელს გადაგისვამს და აი ეს ამ კავშირის არსებობა პოზიტიური კავშირის არსებობა ადამიანებისთვის ვიცით რომ შეიძლება ასრულებდეს მეხამრიდის როლს მომდევნო ცხოვრებაში ხელს უწყობს მათი არსებობა ხელს უწყობს ინტელექტუალურ განვითარებასაც, იმიტომ რომ თავის ტვინის პლასტიკურობა სხვანაირია ბავშვებისთვის, რომელსაც დიდი სოციალური ქსელი ყავთ პოზიტიური და უწყობს აი ამ დეპრესიის თავიდან არიდებას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყოს ეს შესაძლებლობები ამ ორივე ადამიანის ცხოვრებაში და ხელოვნური დამეგობრების პროექტებიც არსებობს. თქვათ რომ აი მოხუცთა სახლში მიყავთ ბავშვები, იმიტომ რომ აი ესენი დაამეგობრონ, დაანახონ, აი ეს ერთობლივი თქვათ გამოაცხონ რაღაცა ნამცხვარი ან დახატონ, ან შეკერონ და ეს შესაძლებლობა ორივესთვის იმ მომენტში ორივეს თავის ტვინი კარგად არის აქტივირებული და ერთ ცხოვრება უხანგრძლივდება და მეორეს უხალისდება. ეს მნიშვნელოვანია, რომ ვიფიქროთ, როგორ შევქმნათ ეს შესაძლებლობები, რომ იყოს პოზიტიური და შეიძლება ბებია ბაბუა რომელსაც ბევრი რამე არ შეუძლია, ისე დავანახოთ შვილიშვილებს, რომ რა შეუძლია და რა ფასი აქვს ბებია ბაბუას. თუმცა ყოველთვის ეს არ გამოგვდის. განსაკუთრებით ოჯახურ დინამიკაში ეს კონფლიქტების თემა როცა არის, შეიძლება ეს ერთმანეთის მნიშვნელობის და პოზიტიური განწყობის შექმნაში შუალედურმა რგოლმა ვერ შეიტანოს ესეთი კონსტრუქციული როლი და ბევრი ელემენტი არის, რომელიც ამ რომანტიულ ხედვას უფრო რეალისტურ ელემენტებს ძენს ადამიანის და ამიწევს ამ რომანტიზმს ერთბაშად. თუმცა მე მგონია, რომ ზუსტად დღევანდელი საუბრიდან გამომდინარე ჩვენ მქონდა საშუალება კიდევ ერთხელ დაგვენახა რამხელა რესურსია ბებია ბაბუებისა და შვილიშვილების ურთიერთობაში, თუნდაც მშობლებისთვის და ამ რესურსის არ გამოყენება თუნდაც იმ კულტურული ტრადიციების შესაბამისად, რომელიც ჩვენს ეთნიკურ ჯგუფს აქვს, ალბათ არ იქნებოდა წინ დახედული გადაწყვეტილება მომავალი თაობებისათვის, როგორი ტექნოლოგიური სამყაროც არ უნდა იყოს და რამდენად არ უნდა სადოს ჰომო ფაბერმა ჰომო საპიენსი ჩაანაცვლოს. ძალიან დიდი მადლობა ნიკო ჩვენთან სტუმრობისთვის, დღევანდელი საუბრისთვის. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ჩვენი გადაცემის ძალიან დიდი ხნის მეგობარი და გულშემატკივარი ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი ქალბატონი ნინო გოგიჩაძე. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებითი შუქნიშანი გველოდება.
როგორი უნდა იყოს კვებითი შუქნიშანი, რომელიც ერთსანიად წარდგება შვილიშვილებსაც და ბებია-ბაბუებსაც. ერთი შეხედვით ნელა წარმოსადგენია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მათ განსაკუთრებულ ურთიერთობებს, როდესაც უამრავი საერთო გატაცება აქვთ და უამრავი საერთო განცდა აქვთ, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი კვებაზეც აისახოს, ან თუ იმასაც წარმოვიდგენთ, როგორია მათი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ, როგორია მათი ცხოვრების წესი, მაშინ ძალიან ბევრი საერთო შეიძლება კვებაშიც აღმოვაჩინოთ და ზოგადად გავითვალისწინოთ, რომ როდესაც ბავშვებზე ვსაუბრობთ და როდესაც ხანდაზმულებზე ვსაუბრობთ, მათი ცხოვრების წესის ფაქტორების სინქრონიზაცია, ანუ დროში დამთხვევა ძალიან ლოგიკური და ბუნებრივი შეიძლება იყოს რამდენიმე მიზეზით. მაგალითად, ყოველდღიური რეჟიმი, რომელიც გულისხმობს მეტ დასვენებას და ნაკლებ აქტივობას. ეს საერთოა ბავშვებისთვისაც და ხანდაზმულებისთვის საშუალო ასაკის ადამიანებისაგან განსხვავებით. ეს პრინციპი გულისხმობს იმას, რომ რა თქმა უნდა ცხოვრების წესის სხვადასხვა ფაქტორი ამ რეჟიმს ექვემდებარება. მაგალითად, ფიზიკური აქტივობა. ხანდაზმულს აღარ შეუძლია ისეთი დატვირთვა მიიღოს, როგორც ჰქონდა მანამდე, ბავშვებს ჯერ არ შეუძლიათ მიიღონ ინტენსიური დატვირთვა. ძილის დარღვევა. ხანდაზმულებს აღარ აქვთ სრულფასოვანი ძილი, ბავშვებს ჯერ არ აქვთ კარგად ჩამოყალიბებული ძილის რუტინა. ბავშვებს უჭირთ წონის ადეკვატურად მართვა, ხანდაზმულებსაც შესაძლოა უჭირთ წონის ადეკვატური მართვა. მათი ცხოვრების წესის, კვების წესის და ცხოვრების სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ყველა შემთხვევაში ხანდაზმულებისთვისაც და ბავშვებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია რეჟიმის, ულუფისა და რაციონის განსაზღვრა, თუნდაც მაგალითად კვებაში. იგივე პრინციპი დროში გადანაწილება, ულუფის გადანაწილება, შინაარსის გადანაწილება ცხოვრების წესის ყველა ფაქტორს ეხება, ფიზიკურ აქტივობას, ძილს და ასე შემდეგ. მაგრამ განსაკუთრებით თვალშისაცემი არის კვებაში, როდესაც დროში განაწილებული რიტმული კანონზომიერი მიღება საკვებისა, არა დიდი მოცულობის მიღება, არამედ შინაარსის დატვირთული საკვების მიღება, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არა ბევრის მირთმევაზე, არამედ ბევრი სასარგებლო ნივთიერებით დატვირთულ საკვებზე. ასეთ შემთხვევაში სწორედ ულუფისა და რაციონის ურთიერთშეხამება რეჟიმთან ერთად ქმნის იმ იდეალურ სურათს, რომელიც ბავშვსაც წაადგება და ხანდაზმულსაც წაადგება. აღმოჩნდა, რომ ბავშვებსაც არ უყვართ წყლის მიღება და ხშირ შემთხვევაში არ აკონტროლებენ, რა თქმა უნდა, მათთვის საჭირო წყლის რაოდენობას, ჯერ ვერ აკონტროლებენ. ხანდაზმულებსაც აქვთ ასეთი ხარვეზი ყოველდღიურ ცხოვრებაში, როდესაც ისინი საკმარისი რაოდენობით სითხეს არ იღებენ ან ვერ იღებენ. ალკოჰოლთან მიმართებაში, განსაკუთრებით პრეპუბერტატულ ასაკში ბავშვებს აქვთ გატაცება ალკოჰოლით, ზოგიერთს უფრო მცირე ასაკში ინტერესი ალკოჰოლის მიმართ. აღმოჩნდა, რომ ხანდაზმულების შემთხვევაში ალკოჰოლით გატაცება შეიძლება იყოს დებიუტი სწორედ ხანდაზმულ ასაკში. იმ ადამიანების შემთხვევაშიც კი, ვინც მანამდე ზრდასრულ ფაზაშიც კი არ მიირთმევდა ალკოჰოლს, ან მოიხმარდა მხოლოდ ზომიერად და ხანდაზმულობის დადგომასთან ერთად დადგა ალკოჰოლით გატაცების ფაზა. ასეთი უამრავი კვლევა არსებობს ამ ცდუნებასთან დაკავშირებით. ენერგეტიკული სასმელები, რატომღაც ბავშვებისთვის საყვარელ თემად განიხილება, ახალგაზრდებისთვის, მოზარდებისათვის დამახასიათებელი კვების მოდელის ნაწილად. აღმოჩნდა, რომ ხანდაზმულებს უყვართ ტკბილი სასმელები. ტკბილი წვენები, განსაკუთრებით ენერგეტიკული სასმელები, რომელიც ენერგიის მოზღვავების ილუზიას ქმნის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოფეინშემცველი პროდუქტებით გატაცება და ასეთ შემთხვევაში ყავას მოიაზრება და შოკოლადიც. ცხადია, შავ შოკოლადზე არასოდეს ვამბობთ ჩვენ აუგს და ყავასაც როგორც წესი მაქსიმალურად ობიექტურად ვაფასებთ მისი ჩვენების და უკუჩვენების შესაბამისად, თუმცა გატაცება ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლებით, შაქრებით
ბავშვებისთვისაც და ხანდაზმულებისთვისაც საერთოა. ისევე როგორც მლაშე, ცხიმიანი, უხად შეკაზმული სხვადასხვა გემოთი არა გამღიზიანებლებით, არამედ გემრიელი საკვებით მიუხედავად იმისა სასარგებლო თუ არის თუ არა და ასეთ შემთხვევაში დამუშავებული ანუ პროცესირებული საკვები შეიძლება აღმოჩნდეს საუკეთესო არჩევანი ბრჭყალებში შვილიშვილებისთვისაც და ბებია-ბაბუებისთვის და აი ამ შემთხვევაში მათი ცდუნება რომ სტრაფიკოვის პროდუქტებით შეიქციონ თავი ერთად ბებია-ბაბუებმა და შვილიშვილებმა ნამდვილად რეალურია. ისევე როგორც მაღალ გლიკემიური პროდუქტებით გატაცება და ასეთ შემთხვევაში მარტო ტკბილეული კი არ იგულისხმება, არამედ სხვადასხვა სახის პურფუნთუშეული და იგულისხმება აგრეთვე პროდუქტები, რომელიც მშრალი წესით ადვილად მოსახმარია და ნახევარფაბრიკატების სახით ადვილად გამოსაყენებელია. ასეთ შემთხვევაში ბებია-ბაბუების არჩევანი სრულიად ბუნებრივი და გასაგებია, რომელსაც სიამონებით იზიარებენ შვილიშვილები. რა სჭირდებათ ბებია-ბაბუებს და შვილიშვილებს ერთდროულად? წონასწორობა, რომელიც გულისხმობს წონასწორობას ყველა დონეზე და თუ კვებაზე ვისაუბრებთ, მაგალითად მიღებულ და დახარჯულ ენერგიას შორის. ეს ნიშნავს, რომ კვება და ფიზიკური აქტივობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეხამებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წონასწორობა საკვებ პროდუქტებსა და საკვებ ნივთიერებებს შორის. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს წონასწორობა ნაწლავის შიგნით, რომელიც განსაკუთრებით საყურადღებოა როგორც ბებია-ბაბუების, ასევე შვილიშვილების შემთხვევაში, რადგან ბიომრავალფეროვნება და მიკრობიოტის მრავალფეროვნება ჯერ არ არის საკმარისად ჩამოყალიბებული ბავშვებში და ხანდაზმულ ადამიანებში უკვე დარღვეულია ეს ბიომრავალფეროვნება, რაც ამსგავსებს მათ ცხოველქმედებას, უпростоრად უჭნაწლავის ტრაქტის მიმართ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას. არ უნდა დაგვავიწყდეს აგრეთვე წონასწორობა, რომელიც არის თეფშზე და რომელიც სულ ცოტა ხუთი ფერის ხუთი ჯგუფის პროდუქტის გამოყენებას გულისხმობს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია წყლისა და ცხიმის საგანგებოდ გააზრება როგორც ბავშვებისთვის, ასევე ხანდაზმულებისთვის, ცხოვრების წესის ფაქტორებთან შეხამებით და ასეთ შემთხვევაში წყალი და წყალშემცველი პროდუქტები არის ძალიან კარგი არჩევანი. შვილიშვილებისთვისაც და ბებია-ბაბუებისთვის, რადგან წყლის მოხმარების მიუხედავად წყალშემცველი პროდუქტები ძალიან მნიშვნელოვან კომპენსაციას აკეთებს იმისა, რაც წყლის მიღების ჩვევის ხარვეს წარმოადგენს. განსაკუთრებით ცხიმების მოხმარებასთან დაკავშირებით, რომელიც არის ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე პროდუქტები და მნიშვნელოვანია ომეგა-3-ის ჩართულობა როგორც ბავშვებისთვის ადრეული განვითარების ფაზაში, ასევე ხანდაზმულებისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ცილა როგორც მთავარი სამშენებლო მასალა, როგორც ყველა სასიცოცხლო პროცესის წყარო ბავშვებისთვის და ხანდაზმულებისთვის, როგორც ბოლო კვლევები ადასტურებს და როგორც უკანასკნელი აწლეულის გამოცდილება გვეუბნება, ცილა ხანდაზმულებისთვის შესამცირებელი კი არა, პირიქით გასაზრდელი საკვები პროდუქტია და აქ უნდა გავითვალისწინოთ ის ნივთიერებები, რომელიც განსაკუთრებით სჭირდებათ ბავშვებსაც და ხანდაზმულებსაც. D ვიტამინი. ეჭვს არ იწვევს ის, რომ ბავშვებს სჭირდებათ ზრდა განვითარებისთვის D ვიტამინი, ისევე როგორც აუცილებლად სჭირდებათ მისი დონის მოწესრიგება ბებია-ბაბუებს. კალციუმთან ერთად ეს ზუსტად ის ელემენტია, რომელიც ბავშვებსაც ძალიან სჭირდებათ და ხანდაზმულ ადამიანებსაც. მაგალითად, რკინა და რკინის როლი ბავშვთა ორგანიზმის ჯანმრთელობისათვის და ხანდაზმულთა ჯანმრთელობისათვის. აქ ჩამონათვალი შემიძლია გავაგრძელო, ვახსენო მაგნიუმი, თუთია, იოდი და ასე შემდეგ. თუმცა პირველ რიგში გაგახსენებთ ანთების საწინააღმდეგო პროდუქტებს და მათი გამოყენების განსაკუთრებულ დატვირთვას, როგორც ბავშვთა ასაკში, ასევე ხანდაზმულობაში და იმ მრავალფეროვნებას პროდუქტებისა, რომელსაც სისარტყელად მოვიხსენიებთ ხოლმე და რომელიც აერთიანებს ანტიოქსიდანტებს, ანტიდამჟანგავებს, ანუ საკვებ პროდუქტებს, რომელთაც აქვს ბუნებრივი რესურსი თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლისა და ეს მნიშვნელოვანია ბავშვის ადრეული განვითარების პერიოდში, ბავშვობის ფაზაშიც და ადამიანების ხანდაზმული ასაკის პერიოდშიც. ამიტომ ბებია-ბაბუებს და შვილიშვილებს აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი საერთო აქვს, რის გამოც ძალიან ადვილია მათთვის საერთო მენიუ რაციონის შერჩევა. იმედია ოჯახები ამას გაითვალისწინებენ და მე სწორედ ამ სიტყვებით დაგემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.